არ ვიცი როგორ შევძლებთ თქვენამდე გრძნობების მოტანას, მაგრამ ვიცი რომ ამის უთქმელობა და თქვენამდე არ მოტანა, ან არ გამხელა, ძალიან ცუდი იქნება. რთულია წახვიდე ქვეყნიდან, სადაც დაიბადე, გაიზარდე და სადაც შენი ფესვებია. ხომ გაგიგონიათ, სიმაღლე ხის ფესვებიდან იზომება და არა მიწიდანაო. აი ასეა ამ თითოეული პატარას გამოხედვა, რომელმაც კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ მე ქართველად დავიბადე და ქართველად მინდა წავიდე ამ ქვეყნიდან. თუმცა, ის არ უნდა. მინდა იმედი დავიტოვო, მინდა ოცნება არ გამიქრეს და ის მონატრებული მიწა-წყალი, რომელიც მეძახის, რომელსაც უჭირს, მაგრამ მაინც მეძახის, იცის რომ მიჭირს წასვლა, მაგრამ მაინც მეილის. ნაუკოტე, ჩემთან კეთილ მეგობრობას საუბარს ნუ დაივიწყებ. ეგრეთვე ჩვენს დიდ ნაზრუნებს, წიგნებს ყურადღება მიაქცია, რადგანაც მე ვიცოდები ამ ერთუხის სოფლისგან და ქვეყნიდან სამუდამოდ შორდები ჩემს საყვარელ ძმებს და მეგობრებს იღუმელი ექვთიმე სოლომონის კორესელიძე. ალბომი ჩემი საქართველო აქ არის ძალიან კარგი ფოტოები. სწორედ ასეა მამა ლუკა, რომელიც ცდილობს, რომ მისი ყოველი ლოცვა, წირვა და ქადაგება იმის შეხსენებით დაიწყოს, რომ ისინი ქართველები არიან და მიუხედავად დუხჭირი ცხოვრებისა, მაინც უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყანას. ქვეყანაში, სადაც არაფერი ხდება, ვერაფრით გააკვირვებ იმ ადამიანს, ვისაც ცხოვრება მართლა უნახავს. მაგრამ არის ის რაღაც, რასაც ვერ ვთმობთ და ეს საქართველო. ის მიწა, ის კუთხე კუნჭული, რომელიც სულ სხვა სურნელი აქვს და თუნდაც იმ მოფუსფუსე და მოშრიალე ფოთლებს გავს, რომელიც შემოდგომაზე ერთმანეთთან მიდი-მოდიან, შრიალებენ და სახლში მოფუსფუსე დედებს და დიასახლისებს გვახსენებენ. ამასაც კი სხვა ხიბლი აქვს. აი ისეთი არავის რომ არა აქვს ქვეყნად. აი ისეთი არავინ რომ არ იცის მისი ხიბლი, ასი და ღირებულება. ისეთი როგორიც შენ ამ მიწა-წყლის შვილი. ბავშვები იზრდებიან საქართველოს სულისკვეთებით და ჩადებულია ყველაფერი ისე მამაოს ლოცვა-კურთხევით. ღმერთმა დაგვაბრუნო ჩვენ სამშობლოში სიხარული ბარბარე. ჩვენ სამშობლოში უფრო მეტ გაჭირვებაში, მაგრამ სიხარულში. მინდა რომ ცხოვრების ლამაზი წლები ქართველმა ემიგრანტებმა თავის ქვეყანაში გაატარონ და არასდროს მიგვეღოს ისეთი პასუხი, როგორც მივიღე ერთი ქართველი ემიგრანტისაგან, რომელიც საკმაოდ წარმატებულია. ქალბატონი ნინო წლებია უკვე ესპანეთში ცხოვრობს. აქ შექმნა ოჯახი და ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე დაბრუნდება თუ არა საქართველოში, ცრემლნარევი თვალებით და აკანკალებული ხმით ასე გვიპასუხა. ხის სიმაღლე მიწისძევიდან კი არ იზომება, ფესვებიდან. ფიქრობ, რომ ძალიან რთული შეკითხვაა ჩემთვის, ალბათ არ ესოდეს. ალბათ აღარ გვაქვს უკან დასაბრუნებელი გზა, არ ესოდეს. ეს არ გამომდინარეობს იქიდან, რომ დავუშვათ ჩვენ იქ ოჯახი არ გვყავს, არ გვყვარს საქართველო. საქართველო მე პირველ რიგში ქართველი ვარ და ვამაყობ იმით, რომ ქართველი ვარ და ყოველთვის ქართველი ვიქნები, მაგრამ ალბათ უკვე 13 წელი გავიდა და ალბათ უკვე აღარ ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო საქართველოში. სულ ეს არის მიზეზი, რომ ალბათ ვერ ესოდეს ვეღარ დავბრუნდები საქართველოში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ როცა ოდესმე მოვკვდები, იქ დავიმარხები.
იმიტომ რომ ეს ალბათ ჩვენთვის ძალიან ქართველებისთვის ძალიან აუცილებელია. ეს კი ამაზე კი დარწმუნებული ვარ რაღაც 100%-ით. იმისათვის რომ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა შეძლონ სამშობლოსთან ურთიერთობა, შეინარჩუნონ მშობლიური ენა, ეროვნული თვითშეგნება, მოუარონ ქართული კულტურის სულიერ თუ მატერიალურ ძეგლებს, რომლებიც ჩვენი ისტორიული ბედუქუღმართობის გამო მოფენილია მთელ სამყაროში, ჩაებან საქართველოს ბიზნეს საქმიანობაში, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა დიასპორის სამინისტრო, რომელსაც ბატონი გელა დუმბაძე ხელმძღვანელობს. მინდა ამ ხალხმა იცოდეს, რომ ჩვენი სამინისტროს კარი ღიარი მათთვის, ჩვენ 24 საათიან რეჟიმში მზადა ვართ საქართველოს მთავრობა, რომ მოვემსახუროთ ამ ხალხის ინტერესებს, ვახსოვდეს ყოველთვის ისინი და როგორც შინაური ადამიანები განვიცადოთ მათი ცხოვრება ყოველდღიურ რეჟიმში. ძალიან დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის და თქვენი თანამშრომლობისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო იმ გაწეული თანამდგომისთვის, რასაც უწევს ჩვენს სამრევლოს, ჩვენს დიასპორას და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ გაგრძელდეს ეს შეხვედრები და ეს არის ძალიან დიდი იმედი, ძალიან დიდი სტიმული იმისათვის, რომ ჩვენ აქ უცხოეთში გავაგრძელოთ მოღვაწეობა და სანამ ცხოვრობთ უცხოეთში, ვიყოთ ქართველები.